მოგესალმებით. დღეს მინდა ვისაუბრო დიმიტრი უზნაძეზე და მის ძალიან დიდ მნიშვნელოვან წვლილზე, რომელიც არა მარტო ქართულ ფსიქოლოგიაში და ფილოსოფიაში, არამედ საზღვარგარეთაც მოწინავე ქვეყნებში, ევროპის მოწინავე ქვეყნებში დღემდე არის მნიშვნელოვანი და რითია მნიშვნელოვანი. ამაზე ახლა ვისაუბრებ. იგი დაიბადა 1887 წლის 1 იანვარს სოფელ ქვედა საქარაში, ზესტაფონის რაიონში და 9-სულიანი ოჯახი იყო. ძალიან კარგი ბავშვობა ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ სიღარიბეში იზრდებოდა. დედმამიშვილების სიყვარული გაჰყვათ დიდხანს, დედმამიშვილებს სიყვარული ერთმანეთისა ჰქონდათ საგზლად, რომ გაყოლილი ერთმანეთს აძლიერებდნენ, ანუგეშებდნენ, აბედნიერებდნენ, მშობლების სიყვარულით ხარობდნენ. აი ამ სიყვარულმა ამ ნიჭიერებამ თავისი გასაქანი პოვა და იგი გახდა ფილოლოგი, ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი. გახდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი. იყო მეცნიერებათა აკადემიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. პირველი აკადემიკოსი იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში დამსახურებული მოღვაწე, ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1904 წელს დაამთავრა ქუთაისის სახელობის გიმნაზია. შემდგომ უკვე ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდგომ გადავიდა იგი ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე. იმავე წელს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი დაიცვა. 1903 წელს ექსტერნის წესით დაასრულა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ისტორიის განხრით. 1909 წელს 1918 წლებში უზნაძემ სოფლიო ისტორიას ასწავლიდა ქუთაისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში და 1917 წელს მან ქუთაისში გამოსცა სოფლიო ისტორიის პირველი სახელმძღვანელო. ქართული სახელმძღვანელო 1917-1918 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტთან დააფუძნა ეს უნივერსიტეტი სხვა საზოგადო ივანე ჯავახიშვილთან და დანარჩენებთან ერთად, სხვა საზოგადო მოღვაწეებთან ერთად ფსიქოლოგიის კათედრის გამგე გახდა. უნიჭიერეს ახალგაზრდებს იკრებდა თავის გარშემო. 1935 წელს მიენიჭა ფსიქოლოგიის დოქტორის წოდება ხარისხი, ხოლო 1950 წელს შექმნა ფსიქოლოგიის სექტორი და აი სწორედ ამ ნიჭიერ ახალგაზრდებს იწვევდა აქ და ძალიან მნიშვნელოვან შრომებს უზიარებდა, მნიშვნელოვან აღმოჩენებს აკეთებდა, დაკვირვებებს, ინოვაციურ მეთოდებს აქცევდა ყურადღებას და ნიჭიერებასთან ერთად ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა იმას, თუ როგორი პიროვნებები, როგორი ადამიანები იზრდებოდნენ და უერთდებოდნენ ამ ფსიქოლოგიის კურსს, რადგან ფსიქოლოგი პირველ რიგში მისი აზრით სულიერ მკურნალთან ასოცირდებოდა.
1941 წელს შექმნა ეს სექტორი, რომელიც 1953 წელს უკვე ფსიქოლოგიის ინსტიტუტად გადაკეთდა, ინსტიტუტი გახდა ფსიქოლოგიისა. მთელს მსოფლიოში იყო ცნობილი დიმიტრი უზნაძე, იყო დირექტორი ფსიქოლოგიის ინსტიტუტისა, ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფსიქოლოგიის კათედრის გამგე იყო, მისი შრომები, მისი რეცენზიები, სტატიები გამოქვეყნებული არის გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ ენებზე. განსაკუთრებით აღსანიშნავი არის მისი დიმიტრი უზნაძის განწყობის თეორია. ნიუ-იორკში, როდესაც გარდაიცვალა უკვე დიმიტრი უზნაძე, შემდგომ ინგლისურ ენაზე გამოიცა მონოგრაფია და განწყობის ფსიქოლოგიამ, აი ამ კვლევამ, ამ ძიებამ 1923 წელს საფუძველი ჩაუყარა საოცარ აღმოჩენებს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩვენი მეცნიერება აი ამ სათაურით გამოქვეყნდა და 1939 წელს სკანდინავიაში გამოქვეყნებულ გამომავალ ავტორიტეტურ საერთაშორისო ჟურნალში უზნაძე იყო როგორც ექსპერიმენტული პედაგოგიკისა და ფსიქოლოგიის ფუძემდებელი, აი ასე წარმოჩენილი, მოხსენიებული და მისი ნაშრომები იყო აქ აღნიშნული და გამოქვეყნებული. მონაწილეობდა საქართველოს საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში. იგი იყო სოციალისტურ ფედერალისტების დამფუძნებელი, პარტიის დამფუძნებელი, კომისიის წევრი, კომიტეტის შემადგენლობაში იყო, ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე გახლდათ. ხელი მოაწერა საქართველოს სახელმწიფოებრივი აქტის აღდგენას. მისი მიდგომები აი ამ განწყობის თეორიაზე, როგორც უკვე ვთქვით, იყო ძალზე მნიშვნელოვანი და რითი იყო მნიშვნელოვანი? სწავლასა და თამაშზე იყო დაფუძნებული, უნივერსალურ მეთოდებზე. ცოცხალი ორგანიზმი, ანუ ცოცხალი იყო მისთვის ყველაფერი, გარდა ადამიანებსა, ბავშვების, ანუ გარემო მთლიანად და აი ამ თამაშის წესებზე, თამაშის წესებით სწავლის მეთოდებზე მიდგომას დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა, თუ როგორ მიაწოდებდა ესა თუ ის ბავშვი თავის მეგობარს და არა მარტო თავის მეგობარს, მასწავლებელს, თავის ცოდნას, როგორი აღქმა ექნებოდა, როგორი დატვირთვა ექნებოდა მის შინაგან გარემოს. აი ამ თამაშით ის დაკვირვებას ახდენდა თვითოეული მოსწავლის, თვითოეული მოწაფის განვითარებაზე, ინდივიდუალური ბუნების აღქმაზე, შეთვისებაზე, გააზრებაზე, გაანალიზებაზე, განვითარებაზე და ამ განვითარებაში განწყობის თეორია უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა და ეს იყო კიდევ მასწავლებელთა კარგად შერჩეული გარემო, რომელიც იყო შუამავალი ბავშვსა და აი ამ ინტელექტუალურ გარემოს შორის, თუ როგორ უმტკინეულო, თუ როგორ ლამაზად, მშვიდად განვითარების საფეხურებზე ნელ-ნელა ასვლით ძალდატანების გარეშე, თამაშით, მხიარულად განავითარებდა მათ შესაძლებლობებს, განავითარებდა მათ ინდივიდუალურ შტრიხებს.
მოსწავლეში თითოეულ აღსაზრდელში განწყობის ფსიქოლოგია და განწყობის თეორია იყო მნიშვნელოვანი ფუნდამენტი, რომელზეც უნდა აშენებულიყო, აღმოცენებულიყო მთლიანად განათლება, სწავლა, შემოქმედებითი აღზრდა, ახალი ინოვაციური მიდგომები, ახალი ნიჭიერების დაბადება და ეს პროცესი, როგორც უკვე ვთქვი, რაც ძალზე აქტუალური იყო, რომ თელმა მსოფლიომ გადაიღო და დღეს თუ რამე ისწავლება სოფლიოში, ეს არის სწორედ განწყობის ფსიქოლოგიიდან აღებული შრომების საფუძველზე. მასლოუ გინდათ თუ ვინც გნებავთ ეს მნიშვნელოვანი ფიგურები დღეს ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში თუ ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში მკვლევარები, პროფესორები, მეცნიერები სწორედ განწყობის თეორიას დიმიტრი უზნაძის ამ ბრწყინვალე შრომას უდებენ საფუძვლად თავიანთ შემდგომ კვლევებს, რომლებიც გადმოიტანეს და განავრცეს. და ძალზე ბევრ ენაზეა ახლაც თარგმნილი მისი ნაშრომები. უზნაძის თეორიის მიხედვით ბავშვი აქტიურობასთან ერთად მემკვიდრეობით გენეტიკურ თვისებებსაც ავლენდა და თამაშის საშუალებით ხდებოდა ან მემკვიდრეობითი გენეტიკური ბუნების სენსიტიური სურათების და შტრიხების გამოვლენა. და ძალებისა და შესაძლებლობების განვითარება, რომელი მხარეს გენეტიკის მხრივ მათ ჰქონდათ უფრო და უფრო ძლიერი და აი ამ თამაშით მისი განვითარება უფრო ხანგრძლივი პროცესი უნდა ყოფილიყო, რომ კარგ შედეგზე გასულიყო ესა თუ ის აღსაზრდელი, ხოლო აი ამ გენეტიკური მემკვიდრეობითი თამაშის საშუალებით ასევე იმ ხარვეზების აღმოფხვრაც ხდებოდა, რომელიც დისონანსში ამყოფებდა ამა თუ იმ აღსაზრდელს და რაც იყო ეგრეთ წოდებული მინუსი და ეს მინუსი როგორ შეიძლებოდა ამ განწყობის თეორიით, განწყობის ფსიქოლოგიით გადმოსულიყო პლუსებში, გადმოსულიყო დადებითი კონტექსტით და განვითარება აღსაზრდელისა აი ამ ნორმალურ მშვიდ წყნარ არაჩვეულებრივ ატმოსფეროში მასწავლებლებთან ერთად, მასწავლებლებთან, რომლებიც ბავშვი მხოლოდ დადებით ემოციას გააღვიძებდნენ და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლებოდა მასწავლებლებს აემაღლებინა ხმა, არ შეიძლებოდა მასწავლებლებს ფსიქოლოგიური ტრავმა მიეყენებინა აღსაზრდელისთვის. ეს იყო დიმიტრი უზნაძესთვის აბსოლუტურად მიუღებელი. ეს იყო კოდექსი, რომ ახალგაზრდები, მომავალი თაობა სწორედ აი ამ შესაძლებლობების განვითარების ფონზე მშვიდ გარემოში განწყობის თეორიით, თამაშით უნდა მისულიყვნენ. მნიშვნელოვანი როლი ენიჭებოდა ამ თამაშებს, ინტელექტუალურ თამაშებს, ფიზიკურ თამაშებს, იმ მონაცემების მიხედვით, რომელი მონაცემების მიხედვითაც მიდრეკილება ჰქონდათ და მოსწონდათ მათ და უკვე თავიდანვე იწყებოდა სწავლა, რომელიც დასრულებულ სახეს იძენდა სკოლაში, ყალიბდებოდა მოსწავლის უნარები. აქ აუცილებლად, როგორც უკვე ძალიან ბევრჯერ ვახსენე, მასწავლებელი იყო ჩართული, ანუ ცალკე არ იდგა მასწავლებელი, ამ ერთიან ორგანიზმში მოიაზრებოდა და
აი ეს შუამავალი ხდებოდა მასალის ახსნასა და მასალის ათვისებას და მოსწავლის განვითარებას შორის და ცნობიერება ასეთი მოსწავლეებისა სულ უფრო და უფრო იზრდებოდა, სულ უფრო და უფრო ყალიბდებოდა თავის მიმართულებას იძენდა და აი ეს გაზრდილი ცნობიერება უკვე დაკვირვების შედეგად იშლებოდა, ფართოვდებოდა, მოზარდის ცნების ჩამოყალიბება ხდებოდა, აზროვნების ჩამოყალიბება ხდებოდა. ფართო სპექტრის აღმოჩენა, გაშლა აი ამ დიდ ჰორიზონტზე და ეს იყო მთავარი არსი სწორედ და ამოსავალი დიმიტრი უზნაძისთვის და არა მარტო დიმიტრი უზნაძისთვის, მისი თეორიები, მისი განწყობის თეორია ყველა ევროპის უმნიშვნელოვანესმა ინსტიტუტებმა და მკვლევარებმა და არა მარტო ამერიკაც არის ამერიკის ინსტიტუტებმაც როგორც ზემოთაც აღვნიშნე გადმოიღეს და დღეს ამითი ხელმძღვანელობენ ძალიან კარგად, ძალიან მნიშვნელოვნად და სწორედ აი ეს ფუძემდებელი დამაარსებელი, მკვლევარი, განმავითარებელი ამ თეორიისა გახლავთ ბრწყინვალე ადამიანი, რომელმაც ეპოქა შექმნა, მომავალ თაობებს დაუტოვა არაჩვეულებრივი ნაშრომები და აი ეს განწყობის ფსიქოლოგია, განწყობის თეორია არის სწორედ ის ფუნდამენტი, რომელზეც ფსიქოლოგიურ ფილოსოფიური სწავლებები არის აღმოცენებული. 63 წლის ასაკში გარდაიცვალა, დაკრძალულია იგი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღში. დღემდე ისწავლება მისი შრომები, დღემდე ძალიან დიდი გამოხმაურებები აქვს მას, ძალიან დიდი კვლევები არის, სხვადასხვა ნაშრომები, წერილები, სტატიები, აი ამ სწორედ თეორიის მიხედვით განვითარებული და დღესაც ჩვენ უნდა გვიხაროდეს და უნდა გვიამაყებოდეს, რომ ამგვარი ადამიანის შექმნილმა თეორიამ მსოფლიო მოიარა და მომავალ თაობებს და არა მარტო მომავალ თაობებს, სრულიად მეცნიერებას, სრულიად მკვლევარებს და სრულიად საქართველოს და მსოფლიოს დაუტოვა ფუნდამენტური ნაშრომი. თუ როგორ უნდა აღვზარდოთ მომავალი თაობა, როგორ უნდა განვავითაროთ მასში ძირეული ცვლილებები, მისი ბუნება, გენეტიკა გამოვიყენოთ დადებითად, რომელიც ფართო ჰორიზონტზე გაიყვანს ასეთ ახალგაზრდებს და ეს არის ძალზე დასაფასებელი. აი ეს მინდოდა დღეს რომ მესაუბრა დიმიტრი უზნაძის შესახებ, უთვალავი ნაშრომი აქვს მას, აუარებელი კვლევები, სტატიები გამოქვეყნებული, რეცენზიები, ჩვენი საეთერო დრო ამდენი საშუალებას არ გვაძლევს, მაგრამ რაზეც ვისაუბრე, რაც გადმოვეცი, მარტო ისიც კმარა, სულ რომ არაფერი, მისი ამხელა დიდი შრომის და წვლილის დასანახად და დასაფასებლად. მადლობა ყურადღებისთვის, გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.